თოვლის მცენარეებში ნიადაგის ნაყოფიერება იმ ჰაბიტატებში, სადაც თოვლის მცენარეები არიან გავრცელებული, სხვა ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავს მოკლე სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ბიომასის სწრაფი წარმოქმნის შესაძლებლობას. ანუ მცენარეებს თოვლიან ადგილებში აქვთ მეტად ესეთი საინტერესო თვისება კარგად განვითარებული, რომ მიუხედავად ხანმოკლე სასიცოცხლო პერიოდისა, ვინაიდან თოვლი გვიან გადადის გვიანდნება იმ ადგილებში, მათ შესწევთ უნარი აი ამ ძალიან ხანმოკლე პერიოდში თავისი არსებობისათვის საჭირო ბიომასა დააგროვონ საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში. მცენარეთა საპასუხო რეაქციებისთვის თოვლის დნობის კვებითი ეფექტი კრიტიკულია. როგორც წესი, თოვლის ადრეული დნობის ზონათა ნიადაგები უფრო მდიდარია, ვიდრე გვიანი დნობის ზონათა ნიადაგები. კერძოდ, მათ ჰუმუსის უფრო მდიდარი შემცველობა ახასიათებთ, აქვთ, რაც როგორც აღმოჩნდა, დადებით კორელაციაში არის მცენარის ზრდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პარამეტრთან. კიდევ ერთი საინტერესო ცდის შედეგი მინდა წარმოგიდგინოთ ამ სურათზე, ეს საკვები ნივთიერებები ვიცით, რომ არათანაბრად არის განაწილებული ნიადაგში, კერძოდ რიზოსფეროში, ანუ ნიადაგის იმ ფენაში, სადაც ფესვთა სისტემის ძირითადი მასაა გავრცელებული. შეუძლიათ კი ალპურ მცენარეებს შეიგრძნონ ეს განსხვავება, ეს უთანაბრობა და საკმაოდ სწრაფად უპასუხონ იქამდე, სანამ ის არ გაქრება ნიადაგის ღრმა ფენებში ჩაჟონვის, ჩარეცხვის ან მიკრობთა მიერ აბსორბციის გამო. რამდენად სწრაფად შესწევთ ალპურ მცენარეებს და საერთოდ აქვთ თუ არა მათ ამისი უნარი, ამის დამამტკიცებელი ექსპერიმენტის შედეგები არის მოცემული ამ სურათზე. ალპურ მცენარეებს აქვთ საკვები ნივთიერებების ეგრეთ წოდებული ძებნის კარგად გამოხატული უნარი, რასაც სწორედ შვეიცარიის ცენტრალურ ალპებში ჩატარებული ექსპერიმენტი ამტკიცებს. ეს მცენარე არის კარექს კურღულა. საერთოდ კარექს კურღულაზე ძალიან ბევრი კლასიკური ექსპერიმენტია ჩატარებული წყლის რეჟიმზე, გაზ-ნაცვლაზე, მინერალურ კვებაზე ამ შემთხვევაში, ასევე მიკროკლიმატზე და ფიტოკლიმატზე. ეს ერთ-ერთი სამოდელო მცენარე გახდათ ავსტრიელი და შვეიცარიელი მეცნიერებისთვის. აი აქ მცენარეთა შორის არის ნაცრისფერით აღნიშნული, გაკეთებულია სპეციალური ღრმულები, რომლებიც საკვები ნივთიერებების სხვადასხვა კონცენტრაციებით არის იყო ამოვსებული ხსნარით. იმ ღრმულებში, სადაც სასუქის კონცენტრაცია არის დიდი, შეიმჩნევა ფესვთა მასის 6-ჯერ მომატება კონტროლთან შედარებით. საკონტროლოდ იყო აღებული ის ადგილი, სადაც საკვები ნივთიერებები, ანუ ეს ღრმული არ იყო გაკეთებული და საკვები ნივთიერებები არ გახდათ ხელოვნურად მიწოდებული. იქ, სადაც საკვები ნივთიერებები ცოტა მიაწოდეს, ეს პატარა სვეტი აღნიშნავს ცოტას, იქ ფესვთა კონცენტრაცია არც ისეთი მაღალი იყო, მაგრამ იქ, სადაც დიდი რაოდენობით იყო მიწოდებული საკვები, აქ ფესვთა კონცენტრაცია, როგორც თქვით, 6-ჯერ გაიზარდა.